ძალიან ხშირად მთხოვდნენ მომეწვია მარტოხელა დედა. ჩემ სხეულს არ ვაძლევდი დატირების საშუალებას. დაშორების მერე რამოდენიმე ხანი კი და იტირო, ხა ცოტა ხანი უნდა გაგრძელდეს ოღონდ. არ მithქვამს არადოს რატომ მომივიდა ეს. არ გეცოდებოდა შემი. არ მეცოდებოდა ჩემი თავი. ბევრჯერ მინდოდა ქმართან შერიგება. მაინც იგივეს ვაწყდებოდით ორივე. ბავშვებისთვისაც ცუდია, იცი? ყოველთვის მქონდა ამბიცია, რომ რაღაცა მეკეთებინა. უბრალოდ ჩემი თავი მქონდა დაკარგული. ჩემი ქმარი ჩემთვის იყო იმდენად იდეალური, ბევრად ჯობდა ჩემ თავს. აი ესე მქონდა როგორც ღმერთი. არასდროს არ წარმომედგინე, რომ მე მარტო შემიძლია რომ გავუმკლავდე რაღაც სირთულეებს, არ მწამდა ჩემი თავის. ზოგჯერ მადლიერიც ვარ ჩემი ყოფილი ქმრის, იცი რატო? ისეთი დაბრკოლებები შემექმნა მე ჩემ ცხოვრებაში და რომ გადავლახე მე გავძლიერდი. შენ ასე ტყოდი მარტოხელა დედებს. უნდა დაიწყო რაღაცისგან. არასდროს არ მიმუშავია, ჩემი თავის არ მჯერა. მე ვყავს ორი შვილი. მე ვცხოვრობ მშობლების ბინაში. ეხლა რო ვიხსენებ იმ დროს შენი აზრით რა ემოცია მაქვს? დღეს სხვა ადამიანი ხარ? მე ჩემში ისეთი ძალები აღმოვაჩინე, ამას ვერ ვიფიქრებდი წლების წინ. Google-ში ვწერდი წიგნები ფინანსური განვითარებისთვის. ერთხელ არ გამოგივა, ორჯერ, სამჯერ, მეხუთეჯერ, მეექვსეჯერ, მეათეჯერ, მაგრამ გამოგივა. გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სალომე კასრაძის პოდკასტზე. სანამ დღევანდელ ეპიზოდს დავიწყებთ, ტრადიციულად მინდა გთხოვოთ, რომ გახდეთ ჩვენი გამომწერი. ჩვენი სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ თქვენ ყოველ ორ შაბათს უბრუნდებით ჩვენს ვიდეოებს, მაგრამ შეიძლება არ იყოთ გამომწერები, ასე რომ შეამოწმეთ, რადგან ეს ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ვიდეოს ქვემოთ, გამომწერის ღილაკს დააჭირეთ, ასევე გაუგზავნეთ ეს ვიდეო იმ ადამიანებს, ვისაც ფიქრობთ, რომ დაჭირდება ამის მოსმენა და დაგვიტოვეთ თქვენი შთაბეჭდილება. დღეს ჩემი სტუმარია ნინაკა ბარქაია. ჩემს აუდიტორიას ძალიან უყვარს ქალების ისტორიების მოსმენა და ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად მთხოვდნენ მომეწვია მარტოხელა დედა, რომელიც თავის გამოცდილებაზე ისაუბრებდა. ნინაკას აქვს ძალიან საინტერესო ბლოგი Instagram-ზე. ის თავის ორ შვილთან ერთად ცხოვრობს ბელგიაში და აზიარებს მის ყოველდღიურობას. და სანამ პირველ კითხვას დავუსვამ, შეგახსენებთ, რომ დღევანდელ ეპიზოდს წარმოგიდგენთ ესპანური დერმატოლოგიური ბრენდი Babe, რომელიც ასე გამოვიდა, რომ ყოველთვის არის იმ ეპიზოდების მხარდამჭერი, სადაც ქალების ისტორიაზე გიყვებით. მაშას, ნინაკა, პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ მოხვედი ჩემთან სტუმრად. დიდი მადლობა მოწვევისთვის, სალამე. და მოდი, შენს აუდიტორიას მოვუყვეთ შენს შესახებ. მეც ვარ შენი გამომწერი, მეც ვარ შენი მაყურებელი და სულ მაინტერესებდა, აი რა არის შენი ისტორია, როგორ დაიწყო? როგორ დაინგრა შენი ოჯახი, რომელზეც ხშირად ესე ღიად საუბრობ ხოლმე, მაგრამ აი ის დეტალები, რაც შეიძლება მაყურებელს აინტერესებდეს შენი ბლოგიდან, მე ყოველ შემთხვევაში არ შემხვედრია და ძალიან მინდა რომ მოვისმინო. აი განსაკუთრებით ეს ბოლო ვიდეო რაც დადე, ის შენი 10 წლის მომავალში თითქოს რო ელაპარაკებდი შენ თავს, რო გქონდა ესეთი იმედები, რომ შენ გექნება ძალიან ძლიერი ოჯახი, შენ და შენი მეუღლე გაზრდით შვილებს და ამ დროს აშორდი შენს ქმარს, რაც შენთვის მაშინ წარმოუდგენელი იყო და ალბათ ბევრი ქალისთვის წარმოუდგენელია, როცა ქმნიან ოჯახებს, არავინ არ ფიქრობს იმაზე, რომ აი რა მოხდება მე რო ახლა დავშორდე ჩემს ქმარს და ეს არის რაღაცა სულ ბოლო ფიქრი, რაც შეიძლება გაუელოს, ხო, ქალს. და შენს ისტორიაზე როცა ვსაუბრობთ, მოდი დავიწყოთ სულ თავიდან. საერთოდ რატო გადაწყვიტე ამ ბლოგის დაწყება და რა იყო შენი მთავარი мотиваცია? ბლოგი საერთოდ მე ძალიან მიყვარს გადაღება ყველაფრის, ანუ სანამ ეს Instagram-ი იქნებოდა და სოციალური ქსელები, ყოველთვის რაღაცას ვიღებდი. იმიტომ რომ ესეთი ადამიანი ვარ, ხელოვანი ვარ, ხო. და რამოდენიმე წელი მქონდა Instagram-ი, ოღონდ დახურული იყო, იმიტომ რომ ბავშვები პატარები მყავდა, რაღაც თვალის გათვალვის მეშინოდა და აი ეს რაღაც აზრები მაწუხებდა და სულ დახურული მქონდა, 100 მეგობარი მყავდა Instagram-ზე და მშვენივრად ცხოვრობდი, ოღონდ ვაკეთებდი იგივეს, რასაც ვაკეთებ ეხლა, სტორები ყოველდღიურად და მომწონდა. იცი რა მომწონდა? მე 2 წლის მერე არქივებში რო გიგდებს, აი ეს იყო 2 წლის წინ და რაღაცნაირი ემოცია გაქვს სხვანაირი. და მე რამოდენიმე მეგობარმა მითხრა, რომ გახსენიო, გეხვეწები ბლოგი შენი გამომწერი ვიქნები
ყველგან გამოყვები, ძალიან საინტერესო არისო და მე ჯერ არ მომეწონა, მე ვიფიქრე, მე საერთოდ ისეთი ადამიანი ვარ, რომ ძალიან ბევრს ვფიქრობ, სანამ რამეს გადავწყვეტ, 1000 ჯერ ვიფიქრებ და მე რო გადავწყვეტ, მე კიდევ ვფიქრობ, ეს სწორი იყო თუ არ არის სწორი. ხო. ხო და მოკლედ გავხსენი ეს ბლოგი და 2 წელია რაც მაქვს ინსტაგრამი, აი ესე აქტიურად. თავიდან რთულია, თავიდან არც ნახვები გაქვს, არც გამომწერი გიგროვდება და მე ალექსანდრეს ვიდეომ რაღაცა ფურორი მოახდინა, აი ფანჯიშრაფაზე რო ზის და ფრანგულად რო იძახის ენის სატეხია რაღაც ფრანგულად ვეღ მეორდება სულ და აი ის ვიდეო რო გავარდა რაღაცა ეს იყო პირველი ბიძგი. კი, პირველი ბიძგი იყო ჩემთვის და მე მივხვდი რომ ხალხს ესეთი ფრანგული რაღაცები მოსწონთ. დავიწყეთ ეგეთი ფორმატის გადაღება, მაგრამ მე ესე გრძნობ თავს რომ თავისუფალი ადამიანი ვარ და რაღაც არ მიყვარს რომ მავალდებულებენ ეს ბლოგი არის ჩემი რაღაცა რომ შევდივარ ინსტაგრამზე სული მინათდება მივხვდი და მინდა ისეთი ვიყო როგორიც მე ვარ სინამდვილეში არ შემიძლია ეს დღეს ამას ჩავტარ ხვალ იმას ესე გავაკეთოთ და თან ბავშვებისთვისაც მე ვფიქრობ რომ სტრესი იქნებოდა რომ ეს ხომ მომზადება გჭირდება ამის სწავლა სპეციალურად გადაღებისთვის და არც ბავშვების დასტრესვა მინდა, არც მე არ მინდა რომ ვიყო ეს რაღაც ისედაც სამსახური მაქვს ცალკე იყო საფიქრალი და როგორც ვგრძნობ თავს, რა ემოციაც მოდის. აი ესე ვიღებ ამ ვიდეოებს. სწორედ ის რომ შენ ღიად დაიწყე საუბარი იმაზე რომ ხარ მარტოხელა დედა, ესეც იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რატომაც ხალხი გამოყვა. შენ რატო გადაწყვიტე ამის ღიად საუბარი? თავიდან დაშორების მერე ვერ აღვიქვამდი რომ მე ასეთ მდგომარეობაში ვარ და ხალხი რომ მეკითხებოდა ჩემ ყოფილ ქმარს ხო იცოდნენ რომ ერთად ვარ და არ ვიცოდი რა მეთქვა ყოფილი ქმარი მეხამუშება ქმარი არ არის და აი ძალიან დიდი დრო დამჭირდა რომ მიმხვდარ ვიყავი რომ მე ვარ მარტოხელა დედა და ამას რომ მივხვდი და ფსიქოლოგიურად და ყველანაირად რომ აღვიქვი რომ მე მარტოხელა დედა ვარ და მე რომ დავინახე რამდენს შვება მარტოხელა დედა მარტოხელა კი არა მრავალხელა დედა ესე უფრო მინდება ამის თქმა ყოვლის შემძლეები არიან სამსახური ბავშვის გაზრდა ხო არ არის მარტო აღზრდა სწავლა იქ უნდა შეიყვანო რაღაც დამატებით წრეებზე ხო უნდა ასწავლო ხო უნდა ელაპარაკო ემოციურადაც სამსახურიდან მოდიხარ დაღლილი ხარ ძალიან მაგრამ შვილთან უნდა იყო იმ ფინანსურადაც შენზე რო არიან ბავშვები დამოკიდებულები ზოგ საერთოდ არ ეხმარება ქმარი აი ბევრი ქალბატონი შემხედრია ვისაც არანაირად არ ეხმარებიან ფინანსურად და ეს ისე ხდება გულზე არ ვიცი და მაგიტო გადავწყვიტე ამაზე საუბარი რომ დაინახოს ყველამ რომ მარტონი არ არიან იმდენი წერილი მომდის მე და ვცდილობ რომ ყველას უპასუხო დავაწყნარო თან წდება გული ესე რო არის საერთოდ. ხო, შენ იმ ვიდეოში ზუსტად ამას ამბობდი. აი 10 წლის შემდეგ რო ელაპარაკებოდა შენ თავს და 34 წლის შენი თავი ელაპარაკება 24 წლის შენ თავს. და მოდი მოგვიყევი აი ამ ვიდეოს იდეა, საიდან გაგიჩნდა და აი ისტორია მოგვიყევი ამ ვიდეოს მიღმა. საერთოდ იდეა ეს ლაპარაკის დროს ჩემთან რო საუბრობდით ჩემო და მომაწოდა იდეა. და მე დავიწყეთ სურათების დათვალიერება, მე მაქვს დრაივი, რამოდენიმე დრაივი, მე ხო გითხარი რომ ძალიან მიყვარს ვიდეოების და სურათების და დალაგებული მაქვს ესე წლებით, თვეებით და შევედით 2016 წლის იმაში ფაილში შევედით და დავიწყეთ ყველაფრის დათვალიერება. მე ემოციურად ვიგრძენი, მე დავიწყეთ საუბრის დროს მოდის ყველაფერი, ვიღაცას რომ ესაუბრები იდეებიც მოგდის.
და ეს ემოციურადაც შევიგრძენი. მე მივხვდი, რამდენ რაღაცას მივაღწიე. მაგრამ პარალელურად ზოგჯერ ესეთი შეტევები მაქვს, რომ აი რა გავაკეთე ცხოვრებაში, ესეც მაწუხებს ზოგჯერ და ზოგჯერ ინსტაგრამზე რო უყურებ ვიღაცებს, ღმერთო ჩემო, ჩემ ხელაა და რამდენი რაღაცა აქვს გაკეთებული და მიღწეული და დაალაგებული ცხოვრება, ძვირფასი სახლები, ძვირფასი ყველაფერი და ამასობაში შეზიხარ ოროთახიან ბინაში და ნუ რა გაგიკეთებია ცხოვრებაში, ამას ფიქრობ. და ხო და ეს მეხსიერებაც შლის ბევრ რაღაცას და ამ სურათების და ვიდეოების მეშვეობით მე მივხვდი რომ იმდენი რაღაც გავაკეთე რომ 10 წლის წინ ვერც კი წარმომედგინა რომ ამდენ რაღაცას შევძლებდი. აი რა გააკეთე და მოგვიყევი ახლა ჩვენი პოდკასტის მაყურებლისთვისაც ნათელი რო იყოს ის ვიდეო რომ მოკლედ გააცოცხლო ახლა რომ მოგვიყვა ეგ ისტორია. ესე იგი ეს იყო 2016 წელი დაიბადა მაქსიმე. ჩვენ მაშინ ცხოვრობდით კიევში, გერმანიაში. შენ და შენი მეუღლე, ხო? მე ჩემი მეუღლე და ჩვენ რო გადავედით გერმანიაში, ალექსანდრე ჩემი უფროსი იყო 4 თვის. და ჩემმა ყოფილმა ქმარმა მიიღო სტიპენდია, ისიც პიანისტია, მიიღო სტიპენდია და წავედით გავყევით ჩვენს. და იქ სწავლობდა. მე დაიბადა მაქსიმე. და მე სულ ბავშვებთან ვიყავი, მაგრამ ყოველთვის მქონდა ამბიცია რომ რაღაცა მეკეთებინა. უბრალოდ ჩემი თავი მქონდა დაკარგული. ჩემი ქმარი ჩემთვის იყო იმდენად იდეალური და იმდენად ჭკვიანი და იმდენად ბევრად ჯობდა ჩემ თავს. აი ესე მქონდა როგორც ღმერთი. და მეშინოდა რაღაც ნაბიჯის გადადგმა. ჩვენ რო ვდგამთ რაღაც ნაბიჯებს და რაღაცის მიღწევა რო გვინდა თავიდანვე ხო არ ხდები დირექტორი რაღაცნაირად ხო უნდა მიხვიდე იქამდე და ამას ვერ ვაცნობიერებდი მე მინდოდა ან ძალიან მაგარი ყოფილიყავი ეგრევე რომ იმას იამაყა ჩემი თავით ან ესე ვყოყმანობდი და არ ვიცოდი რა მეკეთებინა ვცადე სამჯერ ჩაბარება კონსერვატორიაში მაგისტრატურაზე, იმიტომ რომ საქართველოში ბაკალავრი მქონდა დამთავრებული. მაგრამ უშედეგოდ არ გამომივიდა, იმიტომ რომ ახლად გაჩენილი იყო მაქსიმე და რთული იყო მეცადინეობა, აქედან პატარა ერთი ბავშვი, მეორე ბავშვი. მე ჩავაბარე კიევში. მაგრამ ერთ წელიწადში გადავწყვიტე დაბრუნება საქართველოში და ვერ დაამთავრე მანდ. ბალეტიც მინდოდა, ბალეტის გაგრძელება, მეორე ვარიანტი მქონდა მან და არის ისეთი თანამედროვე ბალეტი, ანუ იმ სასწავლებელში შეგიძლია ფორტეპიანო აერჩიო, შეგიძლია ცეკვა აერჩიო და სულით ყოველთვის ცეკვა მიყვარდა. და რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ დავეკონტაქტე დირექტორს. და დირექტორმა მითხრა რომ ძალიან კაი გოგო ხარო და შენო ჩამოდიო აუცილებლად და ყველანაირად შეგიწყობ ხელს რომ ჩააბარო. ისეთი გახარებული ვიყავი, დავიწყე გაწელვები ისევ. იმიტომ რომ დიდი ხანი არ მიცეკვია და ვემზადებოდი ყველანაირად ჩავედი არა მანამდე გავიგე რომ გარდაიცვალა საიტზე შევედი რომ დამეკონკრეტებინა მისამართი და ყველაფერი და გავიგე რომ გარდაიცვალა და ისე მომხდა გულზე თან რამოდენიმე დღის წინ ველაპარაკები ადამიანს და მე ესეთ რაღაცას რომ შეიტყობ ხო ცალკე ტრაგედია და ჩავედი მომემზადე ყველანაირად დამაკრეს ეს ნომერი დავიწყე ცეკვა და იქეთ ვიქედები რა მაგარი გოგო ხარო ესე ვიფიქრე იმიტომ რომ ანუ უფრო მაღალი დონე მეგონა მაგრამ ესე რომ გადავხედე თუ გაწელილი ვარ დავხტივარ გაკეთე ყველაფერს არ დამიკარგავს ფორმა თქვა ესე ვფიქრობ და მე გავიხედე და მეორე ტურშიც არ გადავსულა არ ვიცი რაში იყო საქმე შეიძლება თანამედროვე ბალეტს კიდე სხვა სტანდარტები ქონდა მე ხო კლასიკური მოცეკვავი ვიყავი შეიძლება ამაშიც იყო საქმე ვერ გეტყვი მაგრამ არ გამოვიდა ეს საქმე დაბრუნდით მაინც მაგრამ დაბრუნდით იმიტომ რომ ვიფიქრეთ რომ ფინანსურად კარგად თუ ხარ საქართველოში ფინანსურად შენ ყველაფრის გაკეთება შეგიძლია სკოლის არჩევა დამატებითად რო იაროს ასწავლო რაც გინდა იარო სადაც გინდა იმოგზაუროს სადაც გინდა წადი ჩემოსულო და გულო ზამთარში ზაფხულში ოღონდ ფინანსურად კარგად უნდა იყო და ჩემო ქმარმა იპოვა ის რაღაც საქმე
და კარგად ვიყავით ძალიან ფინანსურად და თავისუფლად ვიყავით. ასე რომ ვიფიქრეთ, რომ მოდი საქართველოში დავბრუნდებით და კარგად იქნება ყველაფერი, ვიცხოვრებთ ესე საყრელად, ოჯახურად და ვისიამოვნებთ ცხოვრებით. მაგრამ ამასობაში ცლად ისე კარგად არასდროს არ არის, როგორც ხდება, როგორც ოცნებებში. აი, როგორც გინდა. ხო, როგორც გინდა. და მე ეს დაშორება განვიცადე, იცი, ეხლა რო წლების მერე რო ვიხსენებ, მე ისი როგორ გზნობ თავს, ეხლაც ზოგჯერ როცა დეპრესია მომაწვება ხოლმე, რომ მე უნდა ყოლოდა ქმარი აუცილებლად. აი, ჩემი სული ამას გრძნობს. იმიტომ რომ საერთოდ ესე ბუნებით სუსტი ვარ, ვიღაცაზე დამოკიდებული არა, მაგრამ ანუ მე გავიზარდე მოსიყვარული ოჯახში, სადაც დიდად გადაწყვეტილება არასდროს არ მიმიღია, იმიტომ რომ ვიცოდი ვენდობოდი დედას, ვენდობოდი მამას, პრეტენზია არ მქონდა იმაზე, რომ მე ესე ვიტყვი და ისე იქნება. რაც მინდოდა, იმას მიკეთებდნენ. გინდა შენ ბალეტი ცეკვე წავიდეთ ბათუმში გადავსხორეთ, გინდა შენ მუსიკა აერჩიე და შენთან ვარ გვერდში ყოველთვის ჩემთან იყვნენ. და დაცულად გრძნობდი თავს და ეს გრძნობა მჭირდებოდა მე მამაკაცისგანაც. და ისე მოხდა, რომ ჩემი ყოფილი ქმარი, ჩემი პირველი შეყვარებულიც იყო, ქმარიც იყო და ამ ადამიანისგან მე ვგრძნობდი ამ დაცულობას და ამან მომხიბლა ძალიან. თან მივხვდი, რომ ინტელექტიც, ლაპარაკიც, აი როგორ გელაპარაკება რა მაღალ ფარდოვან იდეებზე გელაპარაკება, ესეც ჩემთვის თურმე რაღაცას ნიშნავს და აქამდე არ შემხვედრია ეგეთი მამაკაცი და აი ჩემი ქმარი იყო ესეთი. მე მას შეეძლო საერთოდ ჩვენთან მე რომელ კურსზე ვიყავი, პირველზე თუ მეორეზე, ბაკალავრის კონსერვატორიის დიდ დარბაზში მოხვედრა დააკვრა, იყო რაღაცა სასწაული, ანუ რაღაც ძალიან მაგარი უნდა ყოფილიყავი, რომ რეპეტიცია მოეცათ ჩემთვის დიდ დარბაზში და ჩემი ქმარი ის რაღაც შეძლო, რომ მოელაპარაკა ვიღაცას და საღამოებით მივყავდი დიდ დარბაზში და თელი დიდ დარბაზში მე ვუკრავდი სამაყად და ამანაც მოვა ესეთი ემოცია მქონდა, ყოვლის შემძლე ყოფილად. ხო და ესე ხო ამ არის რატომ მოვედი აქამდე, რომ მე ვგრძნობ, რომ უნდა ყოლოდა ვიღაცა და არასდროს არ მქონდა იმის ძალა და არასდროს არ წარმომედგინე, რომ მე მარტო შემიძლია რომ გავუმკლავდე რაღაც სირთულეებს. და დიდი ხანი ვერ ვდგამდი ამ ნაბიჯს, იმიტომ რომ ფინანსურადაც ჩემ მეუღლეზე ვიყავი დამოკიდებული. ის კითხარი რომ მე ჩემით არ მქონდა იმის ძალა არ მწამდა ჩემი თავის. მინდოდა საბალეტო სტუდიის გახსნა, მაგრამ ვერაზოს ვერ მივიდა იქამდე საქმე, იმიტომ რომ სულ ბავშვებთან ვიყავი. თან მინდოდა რაღაცა, თან ბავშვებთან ვიყავი. და ასეთ ღმერთად რო წარმოგიდგენია, ასეთ ყოვლის შემძლედ, ასეთი ურთიერთობა რო გაქვთ. ნუ ეხა კონკრეტულ მიზეზს არ გეკითხები, მაგრამ ეს ყველა ადამიანს აქვს თავისი პლუსი და მინუსი. ეს ახლა ყველაფერი კაი რაც ქონდა, ის მოვყევი. მინუსები რაც ქონდა, ამაზე არ ვარ მზად რო ვისაუბრო, იმიტომ რომ ძალიან ისეთი პირადია და თან წლები გავიდა. მივხვდი ეს წლები რო გადის და თან შენ რო შედგები, აღარ გინდა იმ ცუდის გახსენება. თავიდან აი რამდენი მე 7 წელია 7 წლის წინ რომ მოსულიყავი აქ მაშინ ვერ შევიკავდი რაღაცნაირად თავს და ახლა იმდენად წარსულშია ეს ყველაფერი რომ ზოგჯერ მადლიერიც ვარ ჩემი ყოფილი ქმრის იცი რატო? იმიტომ რომ ისეთი დაბრკოლებები შემექმნა მე ჩემ ცხოვრებაში და რო გადავლახე მე გავძლიერდი პირველი საფეხური მეორე მესამე მეოთხე და ამან მე გამაძლიერა და ამის გამო მადლიერი ვარ, იმიტომ რომ შემიქმნა ის დისკომფორტები ხო და ჩემმა ტვინმა დაიწყო ფიქრი და სხვათა შორის წლების მერე რომ დავიწყეთ რომ ვისაუბრეთ, მითხრა რომ რაღაც ვკითხე, იმიტომ რომ მე ყოველთვის მისი აზრი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რომ ვკითხე რაღაცაზე მიდოდა რჩევა და ესე მიყურებს და
მე მგონია რომ შენ ჩემს გარეშე უფრო კარგად უმკლავდები ყველაფერსო და არ გჭირდება ჩემი რჩევაო. წლების განმავლობაში, რაც ჩემი საქმიანობა წამოვიწყე სოციალურ ქსელში, მხოლოდ ისეთ ბრენდებთან და კომპანიებთან თანამშრომლობ, ვისაც ვენდობი ან ვისი მომხმარებელიც ვარ. სწორედ ასეთი კომპანია იმედიელი. წლებია ჩემი ჯანმრთელობის დაზღვევას ვანდობ იმედიელს. ვსარგებლობ მათი აპლიკაციით, სადაც ძალიან ადვილად ჯავშნი ვიზიტებს პირად ექიმთან, ან ვიღებ ისეთ მომსახურებას, როგორც არის ანაზღაურება, მიმართვები და ასე შემდეგ. იმედიელი გთავაზობს ჯანმრთელობის ინდივიდუალურ დაზღვევას UNO-ს. UNO ეს არის დაზღვევა ფიზიკური პირებისთვის, რომელიც შეგიძლიათ მოარგოთ თქვენს პირად საჭიროებებს. UNO-ს აქვს 3 სხვადასხვა პროდუქტი, რომლებიც განსხვავდება ფასით და დაზღვევის დაფარვით და სამედიცინო მომსახურებით. იმედიელში ინდივიდუალური დაზღვევის შერჩევისას შეგიძლიათ დაამატოთ თქვენთვის სასურველი სერვისები, როგორიც არის პერსონალური მენეჯერის მომსახურება, ასევე ფიზიოთერაპია და ლაბორატორიული მომსახურებები ნახევარ ფასად. იმედიელი არის დაზღვევა, რომელსაც ირგებთ თქვენ, ასე რომ შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენზე მორგებული UNO 45 ლარიდან. გადადით ვიდეოს ქვემოთ მითითებულ ბმულზე და დაეზღვიეთ ინდივიდუალურად. ეს შენთვის იყო ეს დისკომფორტი პირიქით გაზრდის საშუალება და განვითარების. და აი, როდესაც მარტოხელა დედა, ეხლა ჩვენ საუბრობთ, თავარი თემა ეს არის, ხო? როგორ უნდა შეძლოს მარტოხელა დედამ იცი რა, აი ნაპერწკალის და სხივის დაბრუნება თავის ცხოვრებაში, რაც ვერ წარმოედგინა, რომ შესაძლებელია ქმრის გარეშე. ხშირად ქალები, ვინც ახლა არიან აი ამ მდგომარეობაში, ახალი გაშორებული ქმარს, აი ეს დემოტივირებულები, არაფრის არ ჯერათ, საკუთარი თავის არ ჯერათ, რაღაც ღმერთზე და სამყაროზე არიან განაწყენებული, ხო? შენ ქონდა ესეთი პერიოდი და აი როგორ შეძელი რომ დღეს აი ასე სულსხონერად უყურებ ყველაფერს. ჩემი თავის არ მჯეროდა, მაგრამ ღმერთზე განაწყენებული არ ყოფილვარ არასდროს. და მე იცის იმ წამს, რომ ღმერთი გვიგზავნის კარგ ადამიანებსაც და ცუდ ადამიანებსაც. აქ არ გვაქვს ჩვენ 60-ში არ ცხოვრობთ, რაღაცა დაბრკოლებები უნდა გქონდეს ცხოვრებაში. და როცა ისეთ ადამიანს გიგზავნის, რომელსაც სურს რაღაც რო გასწავლოს სხვანაირად. შენ უნდა ისწავლო ამ მაგალითზე. ერთხელ თუ ვერ ისწავლი, კიდე გამოგიგზავნის. თუ მესამედ არის და ეს შეიძლება მთელი ცხოვრება შეგხვდეს ეგეთი ადამიანებს, სანამ არ ისწავლი რაღაცას. უნდა გადახედო ეს ყველაფერს, რაც არ მოგწონდა. რაც ემოციურად დაგანგრია, რამაც ემოციურად დაგანგრია, ყველაფერს გადახედო შორიდან. ზოგჯერ იცი რა მშველო და ჩამოვწერდი ყველაფერს. ჩამოვწერდი და როცა უყურებ ფურცელზე რაც წერია სხვანაირად აღიქვამ გეგონება შორიდან უყურებ შენ თავს და როგორც გითხარი უნდა დაიწყო რაღაცისგან ეხა რო ვიხსენებ იმ პერიოდს გეგონება ჩავარდები კოსმოსში და შავია და ვერ ხვდები საით მიექანო რა გააკეთო მით უმეტეს რომ პროფესია არ მაქვს მით უმეტეს კოვიდი დაემთხვა მაგ დროს არაზოს არ მიმუშავია ჩემი თავის არ მჯერა მე არ ვარ ისეთი ჭკვიანი მე მყავს ორი შვილი მე ვცხოვრობ მშობლების ბინაში არ საცხოვრებელი არ მაქვს მშობლებზე ისევ გავხდი დამოკიდებული და ეს ყველაფერი ერთ კოვიდი ყველაფრის გვირგვინი იყო და აქ დამიდგა ჩემი ოჯახი გვერდში ჩემი დები და ეხა რო ვიხსენებ იმ დროს შენი აზრით რა ემოცია მაქვს არანაირი მადლიერის ტკივილი არ მაქვს და არანაირად არ მეწოდება ჩემი თავი ეხა რო ვიხსენებ იმ პერიოდს ნათლად მაყოლა აი ნათელი ემოცია მოდის იმიტომ რომ იმ დროს მე დავიწყე ჩემი თავის ძებნა და ბოლოს ამ ნაბიჯებმა მიმიყვანეს იქამდე, სადაც ვარ. თავიდან ეს რომ მითხრეს 470 ლარი გექნება ხელფასი, იცი როგორ გამიხარდა. ჩემი პირველი ბავშვით მიხარო და ჩემი პირველი ფული მაქვს. და რაღაცნაირად გულში მქონდა პირველი მიზანი იყო, რომ ბავშვებს უყიდო სახლის ჩუსტები, მე ჩემი ფულით.
ჩემი ფულით რო უყიდო და სტორიც მაქვს სადღაც თეთრული მიყიდე ჩუსტები ბავშვს მიხარო და მიხდი სხვანაირად მიხარო და იმიტომ რომ შენი მიღწევებია შენი მიღწევებით აკეთებ რაღაცას მე რა თქმა უნდა მივხვდი დავენარცხე ის 450 ლარი თლად ისეთი არ არის და რაღაცნაირად გავიცანი ერთი ბაღის დირექტორი და მახსოვს მე და ჩემი და ვდგავართ მაღაზიაში და მომდის SMS-ი რომ არ გინდა ჩვენთან რო იმუშაო და ხელფასი 252 როგორ გამიხარდა ვერ წარმოიდგინე 250 ლარი მეტია ვიდეო 450 ლარი მაგრამ აი ბავშვთან მუშაობა ძალიან რთულია დიდი პასუხისგებლობა მთელი დღე მანთხარ დილის 9-დან ალბათ 4-მდე ან 5-მდე ანუ ამ დროს სათხართ თბილისში მშობლებთან ვცხოვრობ მე ჩემადამი იდეებს მაწოდებს როგორც ხედავ მოდი მოსწავლეები აიყვანეო მე შევიფიქრე სოფო არასდროს არ მიმუშავია ანუ არ ყოლია მოსწავლეები დაიწყეო შენო დაიწყე მაგრამ ისე მერიდებოდა დამერეკა მშობელმა რაღის თქვენი გაკვეთილი და აი მათ უკვე აღარ შემეძლო რომ რამე თქვა თან ცოტა არ მინდოდა მე თქვა იმიტომ რომ არ მიღირდა მუშაობა და ბევრი კი მინდოდა მაგრამ აი იქნებ არ მოუნდეს მას მაგრამ შევთანხმდით რო უთხარი ფასი დავიწყეთ სიარული დავიწყე ერთი აი ესე მოვიდა ერთი მოსწავლე მეორე მესამე მეოთხე მეხუთე 2500 ლარამდე ავედი ძალიან ბედნიერი ვიყავი და რა სასწავლიდი ფორტეპიანოს მუსიკას დავდიოდი მოსწავლეებთან მაგრამ ეგეც რთულია რომ დადიხარ იქეთ-აქეთ დრო მიდის 2500 ლარი მაინც არ არის ის რაც გჭირდება შენ და ამ დროისთვის ჩემი და იყო ბელგიაში ბრუსელში ჩემი და ალტზე უკრავს მოკლედ ხელოვანების ოჯახი დედა მე ვიოლინია და იქ წავედით იქეთკენ წავედით მირეკავს და მეუბნება რომ მოდი ცადეო ბელგიაში არ კიდე ცხოვრება და მე მეთქი რანაირად უნდა ვიცხოვრო ეხა ბავშვებთან ერთად იმიტომ რომ მე ვერაზოს ვერ განვიხილავდი ბავშვების დატოვებას და ცალკე წასვლას ჩემი თავიდან გამომდინარე მე არ შემიძლია მე მირჩევნი აქ 24 შვიდზე ვიმუშაო ბავშვებთან ერთად ვიდრე ალბათ მოვკვდებოდი მე ამ დაბრკოლებას ვერ გადავიტანდი და ვიზა ესე მოიფიქრა ჩემადამ რომ ჩავაბარეო შენ და ვიზა გექნება სასწავლებლებზე ჩვეულებრივად ხოდა არ დამიკრავს ძალიან წლებია უკვე არ დამიკრავს და მეთქი სოფრანაირად თქვა არ დამიკრავს დაიწყეო დავიწყე მაგრამ ის მოსწავლეები ბაღში მუშაობა ბავშვებთანაც ხონდა იყო არ გამოდიოდა მეცადინეობა სალომე აი არ გამოდიოდა მაგრამ ბოლო თვეს რაღაცა ძალამ არ ვიცი ძალა მემატა თუ რა მოხდა დავიწყე მეცადინეობა და დაურეკე ჩემდას ჩაურთ ერთი კამერა ჩემდას და ჩემს იძეს და მეთქი ახლა მომისმინეთ. ეხლა თუ თქვენ მეტყვით რომ მე მზად ვარ ჩასასვლელად, მე ჩამოვალ. თუ არა და დაუკარი მშვენივრად და აუცილებლად ჩამოდიო. მაგრამ აი ფინანსურადაც ბილეთი ხო უნდა მე ყიდა 3 ბილეთი. არა, გამოცდაზე, გამოცდისთვის დედაც წავიყვანე, მაგრამ აი რაღაცნაირად ძალიან რთულად შევაგროვეთ ეს თანხა, იმიტომ რომ ხო გეუბნება ეს კოვიდის მერე რთულად იყო ფინანსურად ყველა. თან მაგ დროს ყველაფერი გაძვირდა, ფრენის ბილეთებით დაწყებული ცხოვრება ზოგადად. ხო. და ჩავედი, ჩავაბარე. კიდე მინდა ერთი მომენტი მოგიყვე, რომ აი ფინანსურად ხო რაღაც გვიჭირს, მაგრამ ბელგიაში რომ მითხადე და ჩემადამ წამოდიო, ფრანგული სწავლა გადავწყვიტე. და დაორეკე ერთ ჩემ უსაყვარელს მარი მასწავლებელს. მაგრამ სულ დაკავებული იყო, ვიცოდი რომ ყოველთვის ძალიან დაკავებულია და ეს იყო სექტემბერი. ვურეკავ და ვეუბნები ხო არ შეგიძლია მიცნობდა მანამდე და ხო არ გექნებათ ონლაინ რომ ვიმეცადინოთ და იორო დამთავრდა ეგ ვიდეოც მაქვს რომ ყვირი ვარ მე ფრანგული უნდა ვისწავლო თქო დავხდი ვარ და აი მიმიღო მასწავლებელმა და უნდა ვისწავლო ისეთი ბედნიერი ვიყავი რომ ფრანგული უნდა ვისწავლო და იმ დონეზე ვისწავლე რომ მარტში გამოცდაზე რომ გავედი რომ დაუკარი ისეთი თავდაჯერებული ვიყავი რომ ჟურის ფრანგულად დაველაპარაკე ხო ფრანგულად
რა თქმა უნდა იდეალურად არა, მაგრამ გავიგე, რასაც მეუბნებიან და გაიგეს, რაც ვუთხარი და რომ მკითხეს, მიზეზი რა არის ჩვენი კონსერვატორია, რომ არჩიეთ, როგორ უნდა მეთქვათ, ეხლა ვიზის გამო. ვაბარებთ თქვენთან რომ. დიდათ ეხლა სწავლის გაგრძელების არც ემოციური და არც არანაირად არ მინდოდა, მაგრამ გამოსავალი ვიპოვე ეს ვიზა. ჩავაბარე, დაბრუნდი და მე სხვა დაბრკოლება დაიწყო, რომ მე კი ჩავაბარე, მაგრამ ორ ბავშვთან ერთად რა უნდა რანაირად ფინანსურად რა უნდა ვქნა მანდ. და ჩემ ყოფილ ქმარს რო ველაპარაკე, ესე გადაუწყვიტეთ, რომ უნდა ვცადო რამე სამსახურის პოვნა მანდ, თორე მართლა რო დაფიქრდე ლოგიკურად არ გამოდის ხვანაირად. და ეს იყო ჩემი დემოტივაცია და ისევ დავენარცხე მიწაზე, იმიტომ რომ შეუძლებელი ახლა შენ საქართველოში ხარ და აბა ბელგიაში მოვძებნოთ სამსახურთან, არც ფრანგული არ იცი წესიერად, ინგლისური, ანუ ბრიუსელში კი ინტერნაციონალური ქალაქია და ყველანაირ ენაზე შეგიძლია ინგლისურად კარგად ლაპარაკო და სხვაგან რო გადახვიდი, ან ნიდერლანდურად უნდა ელაპარაკო, ან ფრანგულად, ინგლისური ვალონია ეს ფრანგული მხარე და ინგლისური არავის არ უყვარს მან, ფრანგული და მორჩა. ხო და აი ხო შეუძლებელია რა უნდა გააკეთო, რომ სამსახური იპოვა. და ისევ ჩემ დას არ დაეძინა ერთხელ ხამე გვიან და Facebook-ზე ნახე პოსტი, რომ ბელგიის ერთ-ერთ ქალაქში, ლიეში იხსნება საბალეტო სკოლა და ჭირდებათ პიანისტები. მეთქი სოფო ეს საბალეტო მინახავს ბრუსელში საბალეტო სტუდიები და აი ესეთი დონეა რომ არ მომეწონა ძალიან, მაგრამ სოფო ამბობს გოგო რა დონეო გადაგიხადონ და მიმუშავე და ვიზაც გექნება და კაი თქო მივწერ, მაგრამ ენთუზიაზმის გარეშე რო არ გჯერა და ისე მოვალეობის მიხდით მეილი გავაგზავნე და მაგ მეილზე მიპასუხეს და მე 2 წლის მერე რომ ველაპარაკებოდი კოლეგებს, ჩემ კოლეგებს პიანისტებს, ესე მეუბნებოდნენ რომ არც მეილზე გპასუხობდნენ, არც ზარებზე გპასუხობდნენ და შე როგორ გიპასუხეს ძალიან გვიკრს. ეგრევე მიპასუხე სალომე, ეგრევე. და დამინიშნე შეხვედრა. და შეხვედრა რო დამინიშნე, არა, მოიცა არ მახსოვს როგორ იყო, მგონი დამირეკეს. და დირექტორი, ჩვენი დირექტორი თურმე იცნობს ნინო ანანიაშვილს და ძალიან თბილი დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ და ნინოს მეგობარიც არის და რო გაიგო რომ ქართველი ვარ, სხვანაირი დამოკიდებულება გამოუშვა ეგრევე მივხვდი და დამინიშნა გამოცდა. მეთქი მე ვერ ჩავალ ახ გამოდის გამო ბელგიაში, თან ჩემი ისინი მყავს ვერ ჩავალ თქო მოსმენაზე და კაიო მოდი მე შედაგირეკავო და დამიკარი. თავიდან ისი რა იყო? მე ხო დავამთავრე საბალეტო სკოლა და მე ხო პიანისტიც ვარ და ვიცოდი რომ დავუკრავ ბალეტისთვის რა მოხდა, თითი არაფერი არ არის, დიდ არაფერს არ მოითხოვს. თურმე ეს ცალკე პროფესია ყოფილა სალომე. არ არის ადვილი ნამდვილად. შენ რო ხარ კლასიკური პიანისტი, არ ნიშნავს იმას, რომ შენ შეძლებ ბალეტისთვის დაკვრას. ბალეტშიც უნდა ერკვეოდე, ილეთებიც უნდა იცოდე, სახელწოდებებიც უნდა იცოდე, ყველაფერში უნდა იყო გარკვეული და მე გამიმართლა, რომ ამ ყველაფერში ვიყავი გარკვეული ბალეტი. ყველაფერი ვიცოდი და დამინიშნა ამ დირექტორმა მოსმენა დამინიშნა და ესე იგი ორშაბათი დღეა მოვემზადე გავიბრანჭი ყველაფერი. პირველი საათი, 2 საათი, 3 საათი არ მირეკავს, აღარ დამირეკა, არ არის. ჩამოვიბანე ყველაფერი ღმერთო თქო რა არის თქო. და რა მოხდა? მე რამოდენიმე დღეში დამირეკა და ისეთი დაკავებული ვარ, მოდი კიდე დავნიშნოთ, კვირა დღეს დამინიშნა და დღეები მახსოვს. კვირა დღეს დამინიშნა და საათი აღარ მაგრამ 3-ზე თუ უნდა ყოფილიყო 12-ისთვის მომემზადე და ახლა ფიქრობ დღეს რო არ დამირეკოს რას ვშვები. გავიბრანჭე. ხა და მივედი ინსტრუმენტთან და საერთოდ ბალეტი ჩვენ კუნთების გახურებით იწყება და ძელია თავიდან. ფანჯრის რაფასთან დავდექი და ესე ვამბობ კამერაში. პლიე.
ვაკეთებ ამ პლიეს, მივდივარ ინსტრუმენტად, ვუკრავ პლიეს. შემდეგ ტანჯუ თქვი ეს ყველაფერი დაუკარი და ესე თლიანი ძელი გრან ბატმანამდე ბოლომდე ყველაფერი ესე ჩაუწერე, ჩაუგდე ყველა ვიდეო, მეთქი ხა ჩაუგდებ და წავედი, გადავაგდებ ტელეფონს აღარ მინდა თქო. ძალიან ვინერვიულე ძალიან. ხო და მანამდე მიპასუხა რომ გადასარევია მიგიღე სამსახურშიო და ეს მიგიღე სამსახურში აი ბავშვების დაბადების მერე მე ესეთი ბედნიერი არასდროს ცხოვრებაში არ ყოფილვარ. ძალიან მერე გავედი ვაკის პარკში მახსოვს ბავშვები მივიყვანე სკოლაში და ესე მიურბოდი და აი ეს ღმერთო მადლობა ღმერთო რა ბედნიერება ეს ცხოვრება იმიტომ რომ აი ამდენი წვალების მერე მე არ მოგიყევი შენ ჩემი თერაპიები მქონდა თუ გაინტერესებს მოგიყევი მოყევი აი ეს პირველი სამსახური რო ვიპოვე დავიწყე წიგნების კითხვა და ერთი წიგნია ჯადოსნური დილა ქვია, სადაც ის ავტორი ჩამოწეს რა უნდა გააკეთო. დილა უნდა დაიწყოს დილის 6 საათიდან. და ზამთარია ხა, ცივა, დედა ჩემი მეუბნებოდა ზაფხულში მაინც დაგეწყო ესო. ესა ცივა, ბნელა დგებოდი დილის 6 საათზე, ყურსასმენში ესე ჩავრთავდი ძალიან ენერგიულს მუსიკას. ასე ვხურდებოდი. მე ჩამოვწერდი რა მინდა ჩემს სურვილებს. მე წავიკითხავდი ამ მამოტივირებელ წიგნებს და მივდიოდი, გავვრბოდი ჯერ მზიურში დავიწყე. და მე ჩემ უფროსდასაც მოეწონა ეს თაუნას და ერთად დავიწყეთ სიარული კუსტბაზე. ოღონდ თავიდან ესე დავვრბოდით, ეს წრეებს ვარტყამდით და რაღაც რა მოსაწყენია თქო და დავიწყეთ ზევით ასვლები. ბულბულების ჭალაში? ბულბულების ჭალა სხვაგან არის. ჩვენ კიდე სხვა დილის 6 საათიდან იწყებდით ბუნებაში. გამოდის რომ 8 საათ, ანუ სანამ ამ თერაპიებს ამ ყველაფერს ხო მე იოგას ვცდიდი, იცი როგორ ესე დავიწყებოდი, მაგრამ ცოდნა მაკლია. ეხაც მაკლია ცოდნა, მაგრამ ვცდილობდი რომ ესე აზრები არ შემოსული ხო სხვადასხვა აზრები და მაგრამ არ გამომდიოდი, მაგრამ ვცდილობდი ესე ვიჩექი და ვცდილობდი. ხო და ამ ყველაფერს რო ჩავატარებდი, თამუნა მომაკითხავდა 8 საათიან 8-ის ნახევარზე ბნელა. და მივდიოდით კუსტბაზე და სიბნელეში ავდიოდით ზევით. რამოდენიმე წლის მერე ერთხელ ვცადეთ ეს მე და თამუნამ გული გამისკდა სალომე. ამ სიბნელეში მეთქი რას ვშვებოდი, ძაღლები ხო არიან, ძაღლები დარბიან და ძლივს ავედი, ძლივს რო გათენ და მეთქი ღმერთო მადლობა ამას ვერაზოს ვეღარ გავიმეორებ. და ესე იგი მაშინ როგორი შინაგანი მდგომარეობა ხო ისეთი სტრესი მქონდა ეს თამუნა და სოფოც, მაგრამ სოფო ჩვენზე პატარაა და ისე არ ყოველდღე არ გამოდიოდა რომ ჩვენთან ერთად რო წავსულიყავით ამ კუსტბაზე. თამუნა სულ ჩემთან ერთად დადიოდა. ავიდოდით ზევით, განვიხილავდით ჩვენ პრობლემებს, მე ვიტყოდი ჩემს ისეთყო და მის პრობლემებს. მე სხვათა შორის ბლოგის გახსნა გვინდოდა დაშორებული ქალებითი. სოფოს კამერა ვიცხოვეთ. და ლამაზი კაი დღე მსიანი დღე იყო დავაყენეთ ეს კამერა სადღაც აქვს ეს ვიდეო სოფოს, მაგრამ ვერ პოულობ და გული მწყდება, იმიტომ რომ მინდა რომ ნახო. ესე გაუბედურებულები ესე დავაყენებდით ამ კამერას და რაღაცა სისულელებს ვსვამ. მაგრამ აი რაც გულში ქონდა იმას ყვებოდით, რომ აი ჩვენ დარდებს და მაგრამ თან мотивაციაც მამოტივირებელი სიტყვით ვამთავრებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. გამოვშტავდით. მაგრამ მე ტექსტებს წერდით სახში. რომ აი ესე ვთქვათ, მაგრამ მე გადაგვიარა ამ ყველაფერმა. აი ესე კუსტბაზე ვიარეთ 2 თვის განმავლობაში. და მან სულ ზევით დგას სკამი. და სულ სიგარეტის ნამწვებია. სულ ონიცი როგორი აი შიგნით მიწაში რო არის უკვე და ძალით უნდა რომ მიწიდან ამოიღო და ერთი დღე გადავწყვიტეთ. ხო დავდივართ მან ყოველ დღე ხო? ხო და სხვათა შორის ვინმე თუ ხვდება მან ისეთი ადგილია იშვიათად რომ შეხვდები იმის ყველგან გესალმება გამარჯობა შენიანი ხარ მისიანი ხარ როცა მან დადიხარ და ავიღეთ ეს დიდი ნაგვის პარკები და ზემოდან
აყოლებული სულ ბოლომდე ყველა ნაგავი რაც იყო ყველაფერი ავხიკეთ ეს სულ მიწიდან ამოვთხრიდი ხოლმე ეს სიგარეტის ნამწვებს ერთიც არ დაგვიტოვებია ყველგან ესე ჩამოყოლებაზე ყველგან ბოლომდე დიდი პარკები აგვიკროვდა და მაგის მერე მიმიღეს ბაღში და მეთქი რამხელა მადლი გვიკეთებია რა ახალი სამსახური გამომიშვა. შენ ყველაფერს ეძახი პატარ-პატარა თერაპიულ რაღაც აქტივობებს. აი შენ რაც დაგეხმარა დეპრესიიდან გამოსვლაში. დამეხმარა კი, იმიტომ რომ ჩემ სხეულს არ ვაძლევდი დატირების საშუალებას. ხო, დაშორების მერე რამოდენიმე ხანი კი, უნდა იტირო, უნდა გაჭორო დაქალებთან კი უნდა ქნა ეს ხო სხვანაირად არ გამოდის შიგნით დაგროვება ხო მაგის მერე ხა ცოტა ხანი უნდა გაგზელდეს ოღონდ ეს ყველაფერი მაგის მერე შენი სხეული და ტვინი რაღაცნაირად დააკავო და ეს დილი 6-ზე რო ვდგებოდი ხო სტრესი იყო ორგანიზმისთვის თან ზამთარში ვისტრესებოდი ეს რა სხვანაირად მე რო გავდიოდი დავრბოდით ჯერ მე ზევით ავდიოდი ხო ფიზიკური აქტივობა და twinit სხვანაირად უკვე სხვანაირი მიზნები ქონდა რომ რა გააკეთო რომ განვითარდე უნდა წაიკითხო კიდე ბევრი წიგნები სხვანაირად ვითარდები წიგნი ძალიან კაია და აი ამ წიგნებზე რო გაგახსენდა იქ იყავი როცა ვაკის პარკში გარბი ხარ და მადლობას უხდი ღმერთს რომ მიგიღეს ბელგიის საბალეტო სკოლაში მე მაგას ვაბრალებ ამას მაგას ვაბრალებ ხო? აი ამ პატარა თერაპიულ აქტივობებს. იმას რომ მე არ მithქვამს არადოს რატომ მომივიდა ეს რაღაც აი არასდროს არ მეწოდებოდა ჩემი თავი კი თავიდან მაგრამ მე უკვე მივხვდი რომ შენი თავი შენ ხელში უნდა აიყვანო და სულ წინ იარო და რა თქმა უნდა ძალიან ბევრი შესთომებიც მოსდის ადამიანს ბევრჯერ მინდოდა ქმართან შერიგება ბევრჯერ რამოდენიმეჯერ ვცადეთ აი ოფიციალური დაშორების მე რამდენჯერმე ვცადეთ მაგრამ მაინც იგივეს ვაწყდებოდით ორივე იგივე პრობლემებს და ბოლოს უკვე რა თქმა უნდა რატო უნდა იწვალო ბავშვებისთვისაც ცუდია იცი ზოგი ფიქრობს რომ ჯობია მოვითმინოთ ოღონდ ბავშვი დაინახავს ამ იდეალურ ოჯახს მაგრამ ვერა შენ ვერ დამალავ ემოციურად რომ ცუდად ხარ კაცი ვერ დამალავს რომ თოლთან არის თუ ანუ რთულია ამის დამალვა ბავშვს ჭირდება ბედნიერი მშობლები ყველა იძახის ამ ფრაზას მაგრამ მართლა შესიხორცებული მაქვს ეს რომ მწამს 100%-ის რომ ბავშვს ჭირდება ბედნიერი მშობლები იქნებიან ეს მშობლები ერთად თუ ცალ-ცალკე ამ შემთხვევაში აღარ არის დიდი პრობლემა, იმიტომ რომ ბავშვი წავა მამასთან, მამა კარგად მოულის მას, დედასთან არის, დედაც ბედნიერია და კარგად არის, მივხვდი, სხვანაირ დაშორების მერე სხვანაირი გამოწვევები გაქვს. კი, მაგრამ მე მაგალითად ფიზიკურად უფრო ვიღლები ვიდრე მენტალურად. და მენტალურად როცა დაღლილი ხარ და ახალი იდეა, ახალი აზრები არ მოგდის თავში, ბევრად უფრო ცუდია. ჯანმრთელობისთვისაც ძალიან ჯანმრთელობისთვისაც. შენ შვილებს არასდროს უკითხავთ, რატო არ ხართ ერთად? იცი რა პატარები იყვნენ. რაღაცნაირად ისე მოხდა ეს ყველაფერი, რომ შეიძლება ახლა უფრო ეკითხათ. მაქსიმე 2 წლის იყო, თუ 3 წლის იყო. და ესე კონკრეტულად არ უკითხავთ, მაგრამ თავიდან რა თქმა უნდა ერთად რო ყოფილიყავით, რა თქმა უნდა, მაგრამ ბავშვებს უფრო ისე მსუბუქად უყვები ამ ყველაფერს, რომ ვერ გაუგეთ ერთმანეთს. ვერ გავუგეთ ერთმანეთს, ეს არის ჩემი ბავშვებთან. ხო, მეტი არც არის საჭირო. არ არის საჭირო, ხო. შენ რა სეტყოდი მარტოხელა დედებს, აი რა გაქვს მათთვის სათქმელი? მე მინდა უთხრა მარტოხელა დედებს, რომ ძალიან მესმის მათი. მართლა რთულია ეს ცხოვრება. ძალიან როცა მარტოს რთი ბავშვებს, იმიტომ რომ სხვანაირი პასუხისგებლობა გაქვს. მაგრამ რაღაცა ძალა ყოველთვის გვეხმარება. აი რაც არ უნდა სირთულე მქონოდა ცხოვრებაში და მithქვამს, რომ ეხა რა გავაკეთო, თუნდაც ფინანსურად. რაღაცნაირად მეორე დღეს საჩუქრად ღმერთისგან რაღაც ძალისგან მქონდა რაღაც შანსი
რომ ეს ფული მეშოვა, ან ეს ან სამსახური იქნებოდა, ან დამატებითი რაღაც ან მოსწავლეები, არასდროს არ ყოფილვარ, ესე რომ საჭმის ფული არ მაქვს. შენი აზრით რის გამო გასაჩუქრებდა ღმერთი? იმის გამო, რომ ალბათ როცა შრომობ ყოველდღე, როცა შრომობ მართლა გულით და რაღაცას აკეთებ და ცდილობ რაღაც გააკეთო, ხო შეიძლება რომ აკეთო და არ გამოგივიდეს. ერთხელ არ გამოგივა, ორჯერ, სამჯერ, მეხუთეჯერ, მეექვსეჯერ, მეათეჯერ, მაგრამ გამოგივა. და ეს ძალიან დასაფასებელია, ძალიან ვაფასებ იმ ადამიანებს, რომლებიც არ ჩერდებიან ერთ ადგილას და რაღაც განვითარებისკენ ისტრაფვა აქვთ. მე შემხედრია ადამიანები, გოგოები, რომლებიც ძალიან ცუდად არიან თავის მეუღლეებთან, მაგრამ ახალი ნაბიჯის გადადგმა ეშინიათ. რა უნდა გავაკეთო, ეს მეუბნებიან, რომ ფინანსურადაც დამოკიდებულები არიან და არჯერად თავიანთი თავების სხვათა შორის აი კუსტბაზე რომ დავდიოდი, მე ხო ვიყავი ჩაფლული ამ წიგნებში და ერთ-ერთ გოგოს ვუთხარი რომ მოდი წაიკითხე თქო შენც. მაგრამ ეშინიათ ხვდები ზოგს აშინებს განვითარება და ახლის სიახლე საშიშია. და მე კიდე პირიქით მაგრამ მოვწონ სიახლეები. აი ხო ვარ უკვე მე-4 წელი ვცხოვრობ ბელგიაში, ლიეში. მე-4 წელი და უკვე ნელ-ნელა დავიწყე იმის ფიქრი, რომ ცოტა უკვე ნელ-ნელა მწყინდება. და სიამოვნებით რამე ახალს გავაკეთებდი და სხვათა შორის ბლოგი მეხმარება ახალი ემოციის შეძენაში, მიღებაში. სამსახური მაინც რა არის? აი ყოველდღიური სამსახური, მაინც ყოველდღე ერთ და იგივეს აკეთებ. კი, ჩვენ სპეციფიური სამსახური გვაქვს და სულ რაღაც ახლის ძიებაში ვართ, ახალი რეპერტუარი გვჭირდება, მეცადინეობა გვჭირდება, რაღაც ხდება ახალი, მაგრამ ფაქტიურად ხო გაქვს შენ დრო განსაზღვრული აქედან აქამდე შენ მუშაობ, იქედან იქამდე შენ უნდა გააკეთო საჭმელი დილით, რომ ბავშვებს დაახვედრო, მერე საღამოს დაღლილი იქნები, საღამოს ბავშვებთან უნდა იყო და ეს რუტინა ხლის. და ბლოგში თავისუფალი ვარ, რასაც მინდა იმას ვაკეთებ. ისე შეგიძლია ის წიგნები გაუზიარო დედებს, რასაც კითხო. აი ყველაზე მეტად რამაც მოახდინა შენზე შთაბეჭდილება და დაგეხმარა. აი ეს პირველი წიგნი იყო ჯადოსნური დილა და დანარჩენი ყველაფერი რაც ეხებოდა ფინანსურ განვითარებას სალომე. აი იცი როგორ ბევრი იყო. უბრალოდ Google-ში ვწერდი წიგნები ფინანსური განვითარებისთვის, რომ ვიცოდი რომ რაღაც ბიძგი მჭირდება, იმიტომ რომ მე ხელოვანი ვარ და სხვანაირად დავფრინავ ხოლმე ცაში და რაც შემხვდებოდა ხოლმე მაგას კითხულობდი. შენ შეგიძლია თქვა რომ დღეს სხვა ადამიანი ხარ? კი, თამამად შემიძლია თქვა რომ სხვა ადამიანი ვარ. მე ჩემში ისეთი ძალები აღმოვაჩინე, ამას ვერ ვიფიქრებდი წლების წინ. იმიტომ რომ წლების წინ მე ვიყავი ვიღაცაზე დამოკიდებული ადამიანი, ნაზისი ფრიფანა და ცაში დავფრინავდი. ზოგჯერ ახაც დავფრინავ ცაში, მომწონს. ადრე ამას ვთვლიდი რომ ეს არის ნაკლი, მივხვდი? და ეხა შევეგუე იმას და ხვდები რომ შენი ნაკლებიც უნდა შეიყვარო. ხო არ არსებობს იდეალური ადამიანი. შენ რაც გაქვს ნაკლი, ეგეც შენია. და ეგ ზოგჯერ შეიძლება რომ იფრინო ცაში და დღემდე მე მჯერა, აი მიუხედავად იმისა რომ ესეთი კრახი განვიცადე, ესე ვთქვათ, რომ დაიშალა ეს ოჯახი. მიუხედავად ამისა, მე მაინც ვჯერა მაგარი სიყვარულის. მაინც ვჯერა, რომ შეიძლება ისე შეიყვარო ადამიანი, რომ გაფრინდე. მაგრამ ამასობაში თავი უნდა დაიჭირო, ანუ ისე არ უნდა გაფრინდე, რომ მე აღარ ჩამოფრინდეს. გაფრენა უბრალოდ რაღაც სასიამოვნო მომენტია, ისეც შეიძლება ისიამოვნო ცოტა ხანი, მაგრამ შენი თავი არ უნდა დაკარგო ეს ღერძი. აი ეს ვისწავლე, რომ ღერძი უკვე მაქვს. ამას ვეღარავინ ვეღარ წამართმევს. გიფიქრია მეორედ ოჯახის შექმნაზე?
ოჯახის შექმნაზე არ ვიცი, ვერ გეტყვი, იმიტომ რომ რაღაცნაირად ისე მივეჩვიე მარტო ცხოვრებას ამ ჩემშვილებთან ერთად კომფორტი გვაქვს მაქსიმალური შექმნილი და რომ წარმოვიდგინო ახლა ვიღაცა ჩვენთან ერთად რო ცხოვრობს, ეხა ცოტა ხანი ეხა არ სიამოვნებს, მაგრამ იცი რას ხვდები? ადამიანი რო შეგიყვარდება მართლა გულით, სხვანაირად შეხედავ ამას, ეხა ისეთი პერიოდი მაქვს, რომ მანამდეც ანუ მე დაშორების მერე ურთიერთობა არ მქონია, რაღაცნაირად არ მიმართლებს თუ მე არ მუშაობ ამისთვის, იმიტომ რომ დაფიქრდე სამსახური ბავშვები სად უნდა გახვიდე? ხო და მე არ ვუწყობ ამას ხელს. ხო და ხო არ ფიქრობ რომ ზღუდავ შენ თავს. არ ვიცი რა გავაკეთო იმისთვის რომ ვიღაცა გავიცნო. აი რო შეხვდები მაგალითად დღის განმავლობაში ვიღაც სიმპათიურ მამაკაცს. შენ შეგიძლია შენ დამიჯერე რომ არ შემხვედრი არავინ. ანუ მე 7 წელია მე დაშორებული ვარ. მე არ შემხვედრი არავინ. სიმპათიური მამაკაცი არ შეხვედრია ქუჩაში. კაფეში მე რა უნდა ვქნა მივიდე სიმპათიური. გაუღიმე უბრალოდ. ხოდა გამოცდილება არ მაქვს. აი უბრალოდ რომ დაინახავ და გაიღიმე. აგ შემიძლია გავიღიმო მაგალითად ერთხელ მატარებელში შემხვდა ესეთი სიმპათიური ბიჭი. აჰა, შეხვედრია. ხოდა მე რა ვქნა გავიღიმე კი. მე წავიდა ის იქით მე აქ წავედი. ხოდა ერთხელაც რომ გავუღიმე მე 7 და მე 10 როგორ შენ თქვი აღარ წავა. სხვათა შორის იცი რას ფიქრობ? აი სოფოს შეხვდა არაჩვეულებრივი ქმარი, არაჩვეულებრივი ჩემ უმცროს დას და ყოველთვის ვეუბნები რომ ბედნიერი ხარ, იმიტომ რომ ძალიან რთულია შენი ადამიანის პოვნა. შეიძლება ფული იშოვო, შეიძლება განვითარდე, ახალი სამსახური, რაღაც პროექტები. ჩემთვის ეს ბევრად რეალურია და ბავშვის გაჩენაც ადვილია. იყიდიან რაღაცას და ბიოლოგიურ მასალას და მაგრამ აი მეორე რა შეხვდე შენი სულის ადამიანი, როგორც ჩემდას შეხვდა, ისე არიან, ხო, აი გეგონება ესე ფაზლი აიწყო და აი ესე ცხოვრობენ ერთად, აი და ჩემთვის ეს ახლა რაღაცნაირად არარეალურია. თან რო იზრდები, წლები რო გემატება, შენ უფრო ბევრს ფიქრობ. მეც ახლა რაღაცა რომ მქონდა პრობლემები ურთიერთობაში ჩემ ყოფილ ქმართან, ეხა უკვე ამას აღარ დაუშვებ და უფრო მეტი პრეტენზიები მაქვს. მე ხო პატარა გავთხოვდი და მაშინ არაფერი არ ვიცოდი საერთოდ ურთიერთობის და ოჯახის შესახებ არ ვიცოდი. ეხა იმდენი რაღაც ვიცი, რომ პრეტენზიული ვარ ძალიან სალომე და ეს ყველაფერი ეთყობა მიშლის ხელს. ქართულ კულტურაში მაგას წუნი აქავს. შეიძლება, მაგრამ არ მაწუხებს, იცი? არ მაწუხებს, არ ნერვიულობ. ხო, სადაც საჭიროა ვიქნებით წუნიები. რატომაც არა, ზუსტად, რატომაც არა. ჩვენ დროს ხალი იმდენ რაღაცას შვება, იმდენ რაღაცას უკლავდება, რომ კაცთან ურთიერთობის დროს უნდა იყოს მხოლოდ ბედნიერი. მიხვდი? თუ არ ხარ ბედნიერი, მაშინ კაცის გარეშეც მე ვცხოვრობ მშვენივრად. ხო, მაგრამ არის მეორე ერთი პაწაწკინტელა დეტალი, რომ გაიგო ბედნიერი იქნები თუ არა, უნდა დაიწყო ეგ ურთიერთობა. წინასწარ გაგეცოდინებ. კი, ნამდვილად. ამიტომ რაღაც ეს ცნები მე ვის ვასწავლი. მე თვითონ. მაგრამ ის რომ 7 წლის განმავლობაში არავინ მომწონებია, ეს უკვე ცოტა შეიძლება საგანგაშოა ჩემო ნინაკა. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ რა მჭირს ისეთი, რომ ესე ხდება ჩემ ცხოვრებაში. რა სადვუშობში, ამაზე ვფიქრობ სადვუშობ შეცდომას და რანაირად ზოგჯერ ვფიქრობ რაღაც ბლოკი ხო არ მადევს ამაზე ჯადო ანუ უფრო ბლოკს ვეძახი უფრო რა თქმა უნდა ჯადოს არ ვაღიარებ. იცი რა მე ვყოფილ ვარ მასეთ პერიოდი მქონდა და მე შემიძლია გირჩია რომ საიდუმლო არის მართლა გაღიმებაში. აი უბრალოდ უნდა გაუღიმო ადამიანს. ანუ ამაში ეს რა თქმა უნდა მეტაფორა რაღაც ესე ლამაზი სიტყვებია, მაგრამ ამაში იგულისხმება ის, რომ ცოტა გული უნდა გაუღო შენს. მართლა ხა ვიღაცა ცხენზე ამხედრებული რაში არ ჩამოვაღრუბლებიდან. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ეს პრინცი ჩვეულებრივ ადამიანში.
სხვათა შორის მე ერთი პერიოდი ფსიქოლოგთანაც დავდიოდი და გოგო მითხრა რომ მე მაქვს პატარა გოგოს კომპლექსი. და საერთოდ ჩვენ როგორ გავიზარდეთ რა მულტფილმებზე გავიზარდეთ ეს იყო კონკია ძინარემზე თუ ნახავი და ჩემი საყვარელი იყო Beauty and the Beast. ჩემი უსაყვარლესი იყო და მე ესე ყოველთვის ესე ვგრძნობდი რომ პრინცი უნდა დამიკაკუ. ანუ ველოდები პრინცს სახში დამიკაკუნებს მეტყვის რაღაცას ისეთ ეს იქნება მე რაღაცა პაემნები სადაც ვივლით ხელი ჩაკიდებულები რაღაც პერიოდი და აი ესე მომექცევა როგორც პრინცესა და მე ვიქნები პრინცესა. ხო და აი ეს კომპლექსი მაქვს მე. დღემდე რაღაცა კუთხით აი ესე ვარ და ის უნდა გადავლახო, იმიტომ რომ ესე არ ხდება ჩვენ დროს არანერი პრინცი, არანერი დაიმე მე უფრო მეც კიდევ კარგი რომ ეგრე არ ხდება. ანუ ეგ საშინელება, ეგრე რომ იყოს პრინცები არიან რავი 0.001% ხო და მასე რო ყოფილიყო, ცუდად იქნებოდა ჩვენი საქმე. უბრალოდ აი ეს პრინცები და პრინცესები ჩვეულებრივ ადამიანში შეიძლება რომ ნამდვილად კი. ისე საინტერესო შენი შვილები არასდროს გეუბნებიან რომ აი დედა ქმარი არა ამას არასდროს ხო იცი როგორები არიან მე ბიჭები განეჭვიანები არიან ზოგადად მაგრამ მე არ მინდა ეგ რო იყოს და ჩვენ რო ვლაპარაკობ მე ვუშვებ ამას რომ მე შეიძლება ვიღაც შემიყვარდეს და ამათმა უკვე იციან რომ ეს შესაძლებელი არის მაგრამ არაფერი არ შეიცვლება ჩვენს მე და ჩემი შვილების ურთიერთობაში. ხო, იცი რატო გეკითხები, ხო, ბევრი ქალი მარტოხელა დედა ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილებით შვილებს გულს ადგენს. და ეშინიათ ამ ნაბიჯის გადადგმა. და შენ რა საინტერესოა, რომ გისაუბრია უკვე ამაზე. კი, მისაუბრია და მე ვთვლი, რომ ქალი უნდა იყოს ბედნიერი. და ქალი მაინც ჭირდება შენ სითბო და სიყვარული. ზოგჯერ ცირა მაკლია, აი რომ დაელაპარაკო ადამიანს და სხვანაირად რომ ზოგჯერ რო გითხრას არ ინერვიულო მაგას ერთად გადავწყვეთ, აი ეს მაკლია. ეს კაცური სიძლიერე მაკლია, ზოგჯერ ვფიქრობ ღმერთო, ჩემო რამდენი შეიძლება ეს ყველაფერი ჩემ ხრებზე ეს ვათრიო. ელემენტარულად წყლებით, რომ ესე დავდიო 5 ლიტრიანებით და მაგ აი ზოგჯერ ეს მაკლია და ქალს ეს აკლია. საერთოდ ანუ არ არსებობს ჩემი აზრით ქალი, რომელსაც არ უნდა სხვანაირი ყურადღება მამაკაცისგან და ამიტომ მე ვთვლი რომ აუცილებლად ქალს უნდა ყავდეს და ესეთი ადამიანი, ესეთი მამაკაცი და ბავშვებიც აუცილებლად გაგიგებენ თუ სწორად მიუწოდებ ამ ინფორმაციას. ეგრევე კი არ უნდა დაანარცხო ამ ბავშვებს, ვსё, ეს არის ჩემი ქმარი და ჩვენთან იცხოვრობს. ეს ნელ-ნელა ხდება. ჯერ მეგობარია შენი, ნელ-ნელა ეცნობა ამ ბავშვს, ნელ-ნელა თუ შემოაპარეთ მაგ ბავშვებს თუ შეუყვარდათ ეს კაცი მაშინ უკვე არანაირი პრობლემა არ არის ჩემი აზრით. პირიქით, ბავშვებსაც სჭირდება, იცი? აი ეს მამაკაცისგან უფრო მეტი ყურადღება. ხო, მაგათ ხმაის ხო სხვა ინტერესები აქვთ, რასაც მე შეიძლება ვერ მივცემ. და ნუ მამა კი მისცემს, მაგრამ მამა კი ყოველთვის ვერა. არ არის მათთან. ყოველთვის ვერ არის მათთან. ისე ოჯახის განქორწინების შემდეგ მე ხშირად მომისმენია კიდევაც აი შემსწრევა რამის როგორ მოიხსენებენ სუდად ქალები თავიანთ ყოფილ მეუღლებს ბავშვის თანდასწრებით. შენი აზრით ეს შენ დაგჭირდა რომ გაგეკონტროლებინა თუ ბუნებრივად არასდროს არ მოგდომებია რომ ბავშვის თანდასწრებით რაღაცა ცუდი გეთქვა შენ მეუღლეზე. დამჭირდა რომ გამეკონტროლებინა, ნამდვილად რომ ძალიან რთულია თავის შეკავება, როცა ემოციების ქვეშ ხარ ან ისეთ რაღაცას აკეთებს, რაც შენ გულს გტკენს. ძალიან რთულია ამის გაკონტროლება, მაგრამ ესე უნდა მივუჭიროთ ენას კბილი და ყველანაირად შევეცადოთ რომ ბავში ამისგან დავიცვათ, კი, იმიტომ რომ ბავშვს ყოველთვის ეყვარება მამა და ეს ძალიან კარგი რაღაცა ბავშვს უნდა უყვარდეს მამა. ეს თქვენ გაქვთ რაღაც პრობლემა ურთიერთობაში, მაგრამ ბავშვმა
არაფერი არ დააშავა და ხო ყველანაირად უნდა მოვარიდოთ ბავშვთავი ამ სტრესს. და ბოლოს, რადგან ხვალ 3 მარტია, როგორია ხოლმე შენი 3 მარტი, აი ამ ბოლო 7 წლის განმავლობაში? როგორც მარტოხელა დედის. იცი რა? მე 3 მარტი ხშირად მაქვს ცხოვრებაში, იმიტომ რომ ჩემს შვილებს ისევ უყვარ ვარ. განსაკუთრებით მაქსიმეს უყვარს წერილების წერა ჩემთვის. და ესე დამიწერს ხოლმე ფრანგულად მიწერს, ან ქართულად უფრო ფრანგულად. Je t'aime de tout mon cœur. ანუ მთელი გულით მიყვარხარ რომ ნინაკა. და ერთხელ რაღაცნაირად თუდად გრძნობდი თავს და იგრძნო. და ხდება წერილი. აი ამ ხელა წერილი ფრანგულად თუ წერია. ნინაკა მე ვგრძნობ რომ შენ ძალიან ცუდად ხარ და ძალიან დაღლილი ხარ. მაგრამ მე ყველანაირად ვეცდები რომ შენ უკეთესად იყო და მე შენ ძალიან მიყვარხარ და მალე კარგად გახდები. ძალიან იმოქმედა ჩემზე. ალექსანდრეს უფრო ესე უყვარს საუბრები. მაგრამ ამასობაში ალექსანდრემ 2 ლექსი მომიწყნა ფრანგულად. ვაიხდი. ძალიან ყურადღებიანები არიან. ეხაც მამასთან არიან. სანამ დასვენება აქვს სკოლიდან და მამამ წაიყვანა სასრიალოდ და იქიდან მირეკავენ და იქიდან წერენ რომ ძალიან უყვარ ვარ. და ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. გუშინაც რაღაც ჩაწერა მქონდა და ალექსანდრე მიცოდა რომ მე ძალიან ნერვიულობ და დამხვდა წერილი რომ ნინაკა, ნუ ნერვიულობ, შენ ძალიან მაგარი ხარ, ყველაფერი კარგად იქნება, მიყვარხარ. და ჩემდებს ვეუბნები რაღაცა გამიკეთებია ცხოვრებაში კარგი. აი ესეთი მოსიყვარული შვილები მყავს. მართლა მოსიყვარულები არიან და ყურადღებიანები არიან და როცა გრძნობენ რომ მე ძალიან დავიღალე, ყველანაირად ცდილობენ რომ კარგად მაყოფენ, ბურგერებსაც მიკეთებენ, სახლსაც ცდილობენ რომ წესრიგში იყოს ყველაფერი. რა თქმა უნდა ეს ყოველდღიურად არ ხდება. მაინც ბავშვები არიან, მაგრამ როცა ხედავენ რომ გაუსაზრდისად ვარ და ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია, მეხმარებიან და მე ამას ძალიან ვაფასებ. ამიტომ შენ ცხოვრებაში 3 მარტი? ამიტომ ჩემ ცხოვრებაში ხშირად არის 3 მარტი და 3 მარტიც ასეთი იქნება კი. ძალიან დიდი მადლობა ნინაკა სტუმრობისთვის, აი ასეთ მოკლე დროში რომ მოახერხე, რომ მოხვედი ჩემთან. გისურვებ რომ იყო ბედნიერი დედა სულ და სულ წინსვლას გექნება შენ კიდე რაღაც გეგმები. მაგ უკვე მაგ ისე ფიქრობ საქართველოში დაბრუნებას? ჯერ არა, იმიტომ რომ რთულია, იცი რა არის რთული, ბავშვები იქ დადიან სკოლაში, ფრანგულად სწავლობენ და ეხლა მე ვფიქრობ, რომ სტრესი იქნება ისევ იქეთ-აქეთ სიარული სტრესია ბავშვების ასე რომ ვფიქრობ, რომ ესენი ისე უნდა გავზარდო ცოტა ხანი, სანამ რაღაც ეტაპამდე მივლენ, რომ ჩააბარებენ სადმე, ან რას გადაწყვეტენ არ ვიცი, მაგრამ აი ეს წლები ჯერ ვფიქრობ, რომ იქ დავჩებით. შენ ისევ იმ საბალეტო სკოლაში მუშაობ, სადაც თავიდან ისევ ეს აღმოჩნდა რაღაცა უზარმაზარი დიდი ინტერნაციონალური საბალეტო სკოლა, რაც არ მიფიქრია მანამდე, რომ ესეთი იქნება. ძალიან კარგი სამსახურია მართლა. და კმაყოფილი ვარ კი. უბრალოდ ზოგჯერ რუტინით ვიღლები ხოლმე, მაგრამ ზოგადად კმაყოფილი ვარ. ძალიან საინტერესო ისტორია გაქვს. მადლობა, სალამი, მადლობა. რაღაც შენი თქმის არ იყოს ციფრი ფანა და დრო დაფრინავს ესეთი გოგოსთვის. მგონი კარგი мотиваცია იქნები. და მაინტერესებს თუ თქვენ შეგეხოთ ნინაკას ისტორია, მისი რომელიმე ფრაზა, ან უბრალოდ გინდათ შთაბეჭდილების გაზიარება, დაგვიტოვეთ ვიდეოს ქვემოთ კომენტარებში და გაუგზავნეთ ეს ეპიზოდი მეგობარს, რომელსაც სჭირდება ამ ყველაფრის მოსმენა. მე გემშვიდობებით ერთი კვირით.